ცვლილებებს გამოიწვევს ორბანის ეპოქის დასრულება ევროპაში და რა სიგნალია ეს ქართული ოცნებისთვის? ჩვენ რასაჯუկნევით შევესაუბრეთ, ევროპამ ამოისუნთქა, ამბობს ლიეტუველი ევროპარლამენტარი, მოდით მოусმინოთ მას. Everybody here full of hope. Ყველა იმედით არის სავსე. Რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს მარტივი არ არის. 16 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მცდელობა ყველა ინსტიტუტის ხელში ჩასაგდებად და ინსტიტუტები თითქოს ოკუპირებულია. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში მოხდა. უნგრეთი იყო მთავარი ლიდერი იმ ძალების, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ევროკავშირის შიგნიდან დაშლას, ურთიერთობების დაბლოკვას. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ვეტოები უკრაინის წინააღმდეგ. Ფიქრობ, ქართველებისთვისაც ასეა, რადგან ორბანის მთავრობა ყველაზე ახლო მოკავშირე იყო ქართული ოცნების რეჟიმის. არ ვიცი, ეს მხოლოდ პოლიტიკა იყო თუ არა, ვინ იცის, შეიძლება ბიზნესი, ან სხვა ტიპის ურთიერთობებიც არსებობდა. ორბანისა და ბიძინა ივანიშვილის ჩვევების გათვალისწინებით. ამას ვნახავთ. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ იმედით ვართ სავსე. ასევე საგარეო პოლიტიკის რუსეთისა და უკრაინის მიმართ გაკეთებული პირველი განცხადებები იმედის მომცემია და ძალიან მკაფიო იყო მესიჯი, რომ უნგრეთი დაბრუნდება ევროკავშირში. რა სიგნალია ქართული ოცნებისთვის მადიარის გამარჯვება? ოცნებამ დაკარგა მთავარი მოკავშირე ევროკავშირში, ვიქტორ ორბანი. ქართული ოცნება ეყრდნობოდა მის პლატფორმას, რათა თავი პროევროპელად წარმოეჩინა. თუმცა სინამდვილეში ანტიევროპული პოლიტიკა ეწარმოებინა. ეს მათთვის დიდი დანაკარგია. ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს ორბანს არჩევნების დროსაც. ევროკავშირი კვლავ ღია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ არ ჩანს, რომ ქართული ოცნება ივანიშვილის ხელმძღვანელობით პროევროპული გახდება. რა კონტექსტით იქნება წარმოდგენილი საქართველოს აპრილის სამიტზე? წინა შეხვედრებზე საქართველოს განხილვის საგანი იყო და გადაწყვიტეს კიდევ ერთი რაუნდი დებატები გაიმართოს საქართველოს შესახებ. ასე რომ შესაძლოა დღეს უნგრეთში მიმდინარე ცვლილებების ფონზე სხვა ქვეყნები უფრო აქტიურები და გაბედულები გახდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში. განსაკუთრებით ველოდები, რომ სანქციების რეჟიმში გარკვეული ცვლილებები მოხდება, რადგან ეს იყო ერთადერთი პრობლემა. ორბანი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც სანქციები არ მიიღეს. Orban was the main problem why sanctions were not adopted.